პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. გამარჯობათ, რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები, მე გახლავთ რამაზ გერლიანი, ეკონომიკ-პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან ბატონი ლევან კალანდაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას ხელმძღვანელი და ბატონი ირაკლი დოღონაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი. დღევანდელი პროფესიონალების თემა იქნება ლარის კურსი და საფონდო ბაზარი. ორი ძალიან ისე ვთქვათ მნიშვნელოვანი თემა ეკონომიკურ მიმართულებით, მაკროეკონომიკური დონის თემა. ბოლო პერიოდის ლარის კურსთან მიმდინარე მოვლენებმა საკმაოდ აქტუალური გახადა ეს საკითხი და შესაბამისად აქედან გამომდინარე მასთან ბმაში ძალიან საინტერესო იქნება სპეციალისტისთვის და ზოგადად საფონდო ბაზრის განხილვა, თუ რა ვითარებაა, როგორ არიან ერთმანეთთან კავშირში, რა შეეძლო თუ განვითარებული იქნებოდა საფონდო ბაზარი ლარის კურსის მიმართ გაეკეთებინა და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რა შეიძლება მოახსენოთ მსმენელს, თუნდაც ლარის კურსთან მიმართებაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პატივცემულო სტუმრებო, ბატონო ირაკლი. აი ლარის კურსით დავიწყოთ, აი თუ ბატონი ლევანი ძალიან ესე ვთქვათ გამოცდილი პიროვნება ამ მიმართულებით. რას მოგვახსენეს კიდევ ესე ვთქვათ დამატებით აი ამ ჭრილში ლართან დაკავშირებით. სამწუხაროდ რამაც მართლაც ლარის თემა თითქოს და უნდა მინელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ აქტუალური, კვლავ ცხელი თემაა და ლართან დაკავშირებული არასტაბილურობა კვლავ ნომერ პირველ ასე ვთქვათ პრობლემას წარმოადგენს დღევანდელი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ფიქრი, ძალიან ბევრი თავის ტკივილი უკავშირდება ამ თემას. თითქოს დღეს არსებული მდგომარეობით ბაზარზე გარკვეული პოზიტიური ძვრები და დაძრულიყო და განხორციელებულიყო. მხედველობაში მაქვს ის, რომ ფინანსთა სამინისტრო მეტნაკლებად მოზომილ ხარჯვით პოლიტიკას ახორციელებს, ანუ დეფიციტური ხარჯვითი პოლიტიკა პრაქტიკულად აღარ ხორციელდება. ეს ბუნებრივიც არის, არა იმიტომ რომ არ სურს ფინანსთა სამინისტრო დასწრებში ყოველთვის ასეა. მეორე საკითხი დაკავშირებულია იმასთან, რომ ფულის მასის შემცირების კუთხით გარკვეული დადებითი ტენდენცია შეინიშნება, ფულის მასა რეალურად შემცირებულია, მაგრამ ამის ფონზე თითქოს ალოგიკური, ასე ვთქვათ, ტენდენციებს აქვს ადგილი. მხედველობაში მაქვს ის, რომ ლარის კურსი კვლავ არასტაბილურია, კვლავ დევალვაციას განიცდის. ახლა გუშინაც იყო გარკვეულ იგივე სოციალურ ქსელებში, ექსპერტულ წრეებშიც კამათი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს დევალვაციად ის, რაც ასე ვთქვათ დღეს სახეზეა. ფაქტია, რომ მცირედი თუ დიდი მასშტაბით დევალვაცია მაინც სახეზეა, ლარი არის არამყარი და სტაბილურობის გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადობის თვალსაზრისით ჯერაც კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მეორე საკითხი უკავშირდება თვითონ ეროვნული ბანკის თემას. ძალიან ხშირად ისმის კითხვები წინა კვირაში დაანონსებულ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რატომ არ გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, რატომ არ იყენებს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. ფაქტია, რომ ამასთან დაკავშირებით ზუსტად ხვალ იმართება ეროვნულ ბანკში საბჭოს სხდომა, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და ამ გამკაცრების მასშტაბებთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ ხვალ შეგვეძლება ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის შემდეგ გავიგოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად რაში გამოიხატება დროის ამ კონკრეტული მომენტისთვის, რომელი ინსტრუმენტების ამოქმედება და რა მასშტაბით, რა დოზით იქნება ეს ინსტრუმენტები გამოყენებული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდგომ უკვე რაღაც მოკლებადი ამ პერიოდისთვის ლარის ქცევის ქცევა როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს. დღეს მთავარი გამოწვევა და მთავარი პრობლემა არაერთხელ გვითქვამ ჩვენ ამის თაობაზე არის თავად ლარის კურსის ვარდნის შეჩერება.
საუბარი იმაზე, რომ მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია ლარის გამყარება ან რაღაც ძველნიშნულზე დაბრუნება და ასე შემდეგ, ეს ყოველად წარმოუდგენელია, თეორიულადაც შეუძლებელია დაბრუნება, მაგრამ ის რომ ლარის გამყარების პროცესი დავიწყოთ, ამისთვის გარკვეული წინაპირობებია მოსავსე და პირველი წინაპირობა სწორედ ლარის კურსის ვარდნის შეჩერებას უკავშირდება და აქ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენება, ანუ გამკაცრება მონეტარული პოლიტიკის, რომელსაც ეროვნული ბანკი აპირებს. ეხლა საუბარი იმაზე, რომ მონეტარული ეს ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნიშნავს ფულის მასის შეზღუდვას, ეს ნიშნავს ფულის გაძვირებას, ფულის გაძვირება პირდაპირ აისახება ნეგატიურად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ეკონომიკური პროცესების შემაფერხებელი ფაქტორია, მაგრამ ამავდროულად არის ანტიინფლაციური კარგი და ეფექტური ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, ეს თვითმიზანი არ არის, უნდა კარგად აუხსნათ ჩვენს მსმენელს და საზოგადოებას, მონეტარული პოლიტიკის გამყარება არის, გამკაცრება არის უფრო იძულებითი ნაბიჯი, რომელიც დროის გარკვეული მონაკვეთის მოკლევადიანი პერიოდებისთვის საჭიროა რომ გამოვიყენოთ და შემდგომ ეტაპზე უკვე ზოგადად ფულად საკრედიტო პოლიტიკის ცვლილებების კუთხით, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან წამოშველება საფუძველი გახდება, შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში საფუძველი გახდეს იმისთვისა, რომ თავად ლართან დაკავშირებული პრობლემები ზოგადად დასტაბილურდეს და მე უკვე ვისაუბროთ გაჯანსაღების პროცესზე. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო ლევან. ამ საკითხს სასაკურველია დაუბრუნდებით რეკლამის შემდგომ. სამწუხაროდ ბატონი ირაკლის დროს საუბრობის ის თროარ დაგჭა, დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდებით ლარის კურსითა და საფონდო ბირჟის საფონდო ესე ვთქვათ ბაზრის განვითარების პრობლემით. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, სპეციალ შევახსენოთ დღევანდელი ჩვენი პროფესიონალების თემა ლარის კურსი და საფონდო ბაზარი. ბატონ ირაკლი დოღონაძესთან გვექნება ხალხ თხოვნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოგვახსენოს თავისი მოსაზრებები. მე ხშირად მომისმენია თქვენი ანალიზი და მოსაზრებები ლარის კურსთან მიმართებაში, როგორც თეორიულ ჭრილში, ასევე პრაქტიკულად დღეს რა ვითარება ქვეყანაში. აგრეთვე საინტერესო იქნება მასთან მასში საფონდო ბაზარი რას მოგცემს, ან რა ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით, რასაკულა ბოლო ბლოკში ჩვენ უფრო სლად ვისაუბრებთ საფონდო ბაზარზე, მაგრამ გასაგები რო იყოს მათი კავშირი ამისთვის თუ გექნებათ შესაძლებლობა ამ კომენტარშიც რომ მოკლედ მიმოვიხილოთ. გთხოვთ ბატონო ირაკლი. ბატონო, დიდი მადლობა ბატონო რამაზ. პირველ რიგში ლარის დევალვაციის პროცესის შეჩერების შესახებ საუბრისას აუცილებელია მოვახდინოთ იდენტიფიცირება ამ პროცესის გამოწვევი მიზეზებისა. პირობითად შეგვიძლია ჩვენ ორ ჯგუფად დავაჯგუფოთ, ესე ვთქვათ, ორ ჯგუფად დავყოთ გამოწვევი მიზეზები, ეს არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული და შიდა ფაქტორებით განპირობებული. საგარეო ფაქტორებიდან ბუნებრივია თქვენ როგორც ბრძანეთ არაერთხელ ვისაუბრე ამ შესახებ, ეს არის პირველ რიგში სავაჭრო დეფიციტის ზრდა, ექსპორტ-იმპორტ შორის, ასე ვთქვათ, თანაფარდობის დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილება, უფრო მეტი თანხა გავიდა 2014 წლის მონაცემებით ქვეყნიდან, ვიდრე ასე ვთქვათ, შემოვიდა ექსპორტიდან, ექსპორტის წყაროდან. ამან ბუნებრივია უარყოფითი გავლენა მოახდინა ლარის მასაზე ეკონომიკაში, ანუ გარდა სავაჭრო დეფიციტის ზრდისა, რომელიც რეკორდული იყო ბოლო წლების დინამიკაში, რომ გადავხედოთ, მნიშვნელოვანი ასევე ასე ვთქვათ, მიღებული ჩარიცხვების, ფულადი გზავნილების მაჩვენებლების შემცირება, დაახლოებით $1.4 მილიარდი არის ყოველწლიურად ბოლო წლების მონაცემებით ჩარიცხვები, თუმცა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა და ამ ჩარიცხვებიდან დიდი წილი ნახევარზე მეტი, დაახლოებით 54% მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე და სწორედ რუსეთის ფედერაციიდან მიღებულმა ჩარიცხვებმა იკლო და ეს მთლიან მაჩვენებლებზეც აისახა. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან, ასე ვთქვათ, ეს არის საგარეო ვალების გასტუმრების პროცესი. მესამე და მეოთხე კვარტალში ჩვენ ძალიან დიდი თანხების გასტუმრება მოგვიწია, მოგეხსენება მთლიანი საგარეო ვალი ქვეყნისა, ეს არა მხოლოდ მთავრობის მთლიანი, მათ შორის საერთო დიახ, $13 მილიარდ აღემატება. ბუნებრივია ეს ვალი მოითხოვს მომსახურებას, არა მხოლოდ ძირის გასტუმრებას, არამედ პროცენტის გასტუმრებასაც.
და სწორედ ეს თანხები დაახლოებით 800 მილიონი იყო მესამე კვარტალში გასული წლის და 900 მილიონამდე იყო მეოთხე კვარტალში. ეს ბუნებრივია ამ გაზარდა მოთხოვნა დოლარზე და ბუნებრივია ამან გამყარებისკენ უბიძგა. ეს ძირითადი ასე ვთქვათ კონტურები, საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ასე ვთქვათ მიზეზებისა და რაც შეეხება საშინაო ფაქტორებს, აქ ითქვა კიდეც რომ ბიუჯეტის როლი იყო მნიშვნელოვანი და მე ასევე დავამატებდი რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, ჩვენ რომ გადავხედოთ განვლილ წლებს სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების შედეგად ჯამში ბოლო 3 წლის განმავლობაში 550 მილიონ დოლარამდე იქნა ამოღებული, ამ ბუნებრივია დოლარის მასა ესე ვთქვათ შეამცირა და ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის აქ ითქვა დეფიციტური ხარჯვის შესახებ, რა თქმა უნდა, როდესაც მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე რეალურად მას აქვს შემოსავლები, ეს პირდაპირ ასე ვთქვათ აისახება და უარყოფითად აისახება ლარის გაცვლის. ნუ როგორც ითქვა, ასე ვთქვათ ეს პროცესი შეჩერდება კოორდინირებული მუშაობის შედეგად ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შორის, ვთქვათ ეს პროცესი შეჩერდება, ანუ მთავრობა ფინანსთა მინისტრო აღარ განახორციელებს დეფიციტურ ხარჯვას, რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკის კუთხით, ასევე მოვისმინეთ ჩვენ მოსაზრებები, რომ ასე ვთქვათ ეროვნული ბანკი შეუდგება ესე ვთქვათ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას, ან როგორც ბატონმა ლევანმაც აღნიშნა, ეს არის ასე ვთქვათ ერთობლივ ძვირი ფულის პოლიტიკის გატარება, როდესაც ფულად მასას ამცირებს, როგორც ღია ბაზარზე ოპერაციებით, ისე ფინანსირების ან პირდაპირ ასე ვთქვათ გზებით ფინანსირების შესახების გაძვირებას გულისხმობ. მოგეხსენებათ ეს 4%-მდე იყო ჩამოსული ძირითადი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ესე ვთქვათ ეროვნული ბანკისა. ანუ საშინაო ფაქტორებიდან არის მზაობა, მაგრამ ესე ვთქვათ საგარეო ფაქტორებიდან მოკლევადია. რა თქმა უნდა, დიახ, იმიტომ რომ საშინაო ფაქტორები ეს ზოგადად მეტაკლებად მართვადია, იმიტომ რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა მართვას ექვემდებარება, თუმცა საგარეო ფაქტორები ექსპორტ-იმპორტი, ექსპორტის გაზრდა ეს კვირაში და რამდენიმე კვირაში თვეში ბუნებრივია ვერ მოხდება, ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რაც განვლილ წლებში იყო. ექსპორტის მასტიმულირებული პოლიტიკა უნდა იყოს აუცილებლად განხორციელებული ქვეყანაში, რომელიც დამატებითი რესურსების შემოდინების წყარო იქნება და ეკონომიკი მთლიანად, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გაცვლითი კურსი, ეროვნული ვალუტის ზოგადად გაცვლითი კურსი პირდაპირ ასახავს ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ჩვენ ეკონომიკური ზრდა არ გვექნა ისეთი რამდენი საჭიროა ესე ვთქვათ ოპტიმალური მაჩვენებლები, ბუნებრივია ლარს სულ გაუჭირდება ესე რომ ვთქვათ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თუნდაც ის აღნიშნეთ ფასიანი ქაღალდების ბაზარი, როდესაც საფინანსო რესურსი ხელმისაწვდომია ბიზნესისთვის, ის უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს, უფრო მეტ ესე ვთქვათ თანხებს დებს ბიზნესში, ფართოვდება და შესაბამისად ეს მთლიანი შიდა პროდუქციაც აისახება. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ ამ ასპექტში თქვენს მიერ გაკეთებული შენიშვნა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, ვთქვათ საფრთხებით სამართლიანი. კი ბატონო, მადლობა ბატონო ირაკლი, ბატონ ლევანს მინდა ესე ჩავეკითხო ეს მოდაში ეს სიტყვა. აი საუბარი იყო თუნდაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ესე ვთქვათ გავლენაზე, ლარის კურსი შესაბამისად რაღაც კორელაციაშია, კავშირშია, რა თქმა უნდა, მთლიანად ეკონომიკასთან კავშირში. რამდენად კოორდინირებულად მიმდინარეობდა თუნდაც აქამდე ეროვნულ ბანკსა და თუნდაც სხვა ასე ვთქვათ ეკონომიკურ გუნდს შორის პროცესში. დღესდღეობით მოვისმინეთ ალბათ ყველამ განცხადებები, რომ მთავრობა რეალურად ეკონომიკურ ზრდის შესაბამის წინასწარ მონაცემის გადახედვას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პოლიტიკას გეგმავს ეროვნული ბანკი. აი ამასთან დაკავშირებით, რომ ბრძანოთ ჩვენ სადაც ამაზე გარკვეულწილად კი ვისაუბროთ, არაპირდაპირ ეთერში, მაგრამ თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესო იყო ამ მიმართულებით. მე მაინც მგონია, რომ 2015 წლისთვის ნომერ პირველი გამოწვევა, ნომერ პირველი საკითხი გადასაწყვეტელი, რაც ხელისუფლებას ეკნება, წლის განმავლობაში ის იქნება სწორედ მონეტარული სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში და იმ ყველა თამდევი ინსტრუმენტის და რესურსის ამოქმედება, რომელიც აი ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. თქვენ აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია ყველა ის განცხადება, ყველა ის ქმედება, რომელიც სწორედ მონეტარული სტაბილურობის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასთან ასოცირდება და განაპირობებს და აქედან გამომდინარე ის რაც თქვენ ბრძანებთ არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ჩემთვის და შემაშფოთებელიც ამავდროულად. რა მაქვს მხედველობაში?
პრობლემა სწორედ აქ ხედავ და მე მაინც მგონია რომ პრობლემა სწორედ ეს არის რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა თითქოს რაღაც გარკვეული ხარვეზებით ხორციელდება. ჩვენ ადრე მიუთითებდით ხელისუფლებას, ისევე როგორც ეროვნულ ბანკს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებას, რომ სახეზე იყო გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა. დღეს კომუნიკაციის პრობლემა არ არის დღესაც ალბათ ჩვენმა მსმენელმა მოისმინა ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ დღეს დილასაც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა მინისტრს ასე ვთქვათ კომუნიკაცია ჰქონდათ და ისინი რაღაც გარკვეულ საკითხებზე შედავდნენ. აქ უბრალოდ საკითხი არა კომუნიკაციის, არამედ კოორდინირებული მუშაობის თემასთან დაკავშირებით მიჩნდება და კიდევ ერთი საკითხი. როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდა და დაანონსა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მზაობა ეროვნული ბანკიდან გადაწყვეტილება გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა პრაქტიკულად მეორე დღესვე გაკეთდა ისე როგორც აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები რომ ხელისუფლება ვერ ხედავს საჭიროებას კლიანში და პროდუქტის დაგეგმილი 5%-იანი მაჩვენებლის გადახვევის თაობაზე. შემდგომ ერთი კვირის შემდეგ, არ ვიცი, ეს რაღაც გარკვეული კონსულტაციების, კოორდინაციის ბრალი იყო თუ არა, ეკონომიკურმა გუნდმა, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა გამოაცხადა, დაანონსა, რომ თითქოს ეკონომიკური გუნდი მზად არის დაიწყოს კონსულტაციები კლიანში და პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის კორექტირებასთან დაკავშირებით. დღეს კიდევ საპირისპირო მოხდა, დღეს ისევ დააფიქსირა ფინანსთა მინისტრმა, რომ ეკონომიკური გუნდი და ფინანსთა სამინისტრო არ გადახედავს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. აქედან გამომდინარე რაღაც ისეთი ჩაკეტილი წრე ეფექტი ჩნდება, რომ ერთის მხრივ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ბარიერები იქმნება ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფად. ანუ ეკონომიკური აქტივობა გვინდა თუ არ გვინდა დაეცემა. და ამის მიზანი არის ანტიინფლაციური პოლიტიკის განხორციელება, ინფლაციის კონტროლი, ფასების კონტროლი, რომ მოსალოდნელმა ინფლაციამ, ასე ვთქვათ, მძიმე სოციალური, ასე ვთქვათ, შოკის სახე არ მიიღოს საზოგადოებას. ამავდროულად ამის ცოდნის პარალელურად ის განცხადებები, რაც კეთდება, რომ არ გადახედავენ ეკონომიკურ ზრდას, რაღაც ცოტა ალოგიკური და კონტექსტიდან ამოვარდნილია. მე მაინც მგონია, რომ და ხშირად ვამბობ ამას, რომ ჩვენმა ეკონომისტებმა, ეკონომიკურმა გუნდმა ეკონომიკურ თემებთან დაკავშირებულ პრობლემებს პოლიტიკური კონტექსტი უნდა მოაშოროს. ეხლა ის რაც მოხდა წლის ბოლოს, რომ ასე ვთქვათ, დეფიციტური ხარჯვა განხორციელდა ბოლო 2 დღეში. ეს იყო წმინდა პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ძალიან შორს დგას რაციონალური, პრაგმატული ეკონომიკური გათვლებისაგან, პრაქტიკულად ლარი დარტყმის ქვეშ დავაყენეთ იმის გამო, რომ ფორმალურად ბიუჯეტი შესრულებულიყო და ნუ მე შეგახსენებთ მთავრობის ბოლოს ხდომაზე ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ რაღაც შენობა უნდა ვიყიდოთ რომელიღაც სახელმწიფო სტრუქტურისთვის. ამას უკაცრავად ჟარგონის გაправება ქვია, ანუ ბიუჯეტის შესრულების გაправება ქვია, ხო? რაც თავისთავად არასწორი მიდგომა. და დღესაც მეჩვენება, რომ აი ეს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შირმა აი ამ ყველაფრის, აი ამ პრობლემის არის ძალიან მაღალი და მთავრობა ჯიუტად, ასე ვთქვათ, პრინციპულად არ გადახედავს 5%-იანი ზრდის დაკორექტირების საკითხს და საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს სერიოზულ პრობლემამდე. პრობლემამდე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იანი ზრდით. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ როგორც შემოსულობების, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ისე ხარჯების ნაწილი მორგებულია ეკონომიკის 5%-ით ზრდის მოცემულობას. ეხლა თუ 5%-ის ზრდა არ არის, ეს ხო ნიშნავს, რომ აპრიორი ის გადასახადები ვერ შემოვა და ის შემოსულობები, რაც დაგეგმილია 2015 წლის ბიუჯეტით, აღარ განხორციელდება. შესაბამისად, ჩვენ პრობლემა გვაქვს
შემოსავლების ნაწილში. ამავდროულად თუ შემოსავლები ვერ შემოვა, ვერ გავისტუმრებთ იმ ხარჯებს, რაც 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშია გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ 2015 წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ შეიძლება მივიღოთ იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე ეს იყო 2013 ან 2014 წლის ბოლოს. რის გამო? იმის გამო, რომ პოლიტიკური კონტექსტის, პოლიტიკური მოცემულობის გამო ხელისუფლებას არ სურს რაციონალურ გათვლებს და რაციონალურ ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას დაუქვემდებაროს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და პრინციპულად არ ცვლის ჯიუტად იმეორებს, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 5%. ადა შეგახსენებთ, რომ უკვე წლის დასაწყისში საერთაშორისო დონორებმა უკვე რეკომენდაცია გააკეთეს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოს არ ექნება. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობები საქართველოსი 5%-ის მიღწევას და ეკონომიკური ზრდის 5%-ის მიღწევასთან შედარებით უკვე საეჭვოა და უკვე სათუო ხდება. შესაბამისად, მე მაინც მგონია, რომ რაციონალური, წმინდა პრაგმატულ გათვლებზე დაფუძნებული პოლიტიკა შედეგის თვალსაზრისით უფრო, ასე ვთქვათ, სასარგებლო იქნება, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ჯიუტად უკან არ დახევის პოლიტიკა. აბსოლუტურად გეთანხმებით. იმ ფონზე, როდესაც რეალურად 2013 წელს იყო მცირე, ესე ვთქვათ, ეკონომიკური და შემცირებული მცირეც შეიძლება დავარქვათ, იმ ფონზე 5%-ამდე, ვთქვათ, რაც იყო, ესე ვთქვათ, 2014 წლის ეკონომიკური ზრდა. ასეთი ტენდენციით ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი გარდამტეხი, ესე ვთქვათ, რეფორმების ჩატარების გარეშე 2014 წელთან მიმართებაში უკვე 5%-იანი ისედაც ცოტა არ იყოს გადაჭარბებულად ჩანდა. სხვა თანაბარ პირობებშიც კი თუ რა თქმა უნდა რამაც ერთ დეტალზე გავამახვილებ შენს ყურადღებასაც და ჩვენი მსმენელის ყურადღებასაც. ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც გამოქვეყნდა ეხლა სწორედ წინა კვირას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2014 წლის, ანუ ჯამური მაჩვენებელი, წინასწარი მაჩვენებელი 4.7%-ზე დაждდა. ამას მოყვა აჟიოტაჟი, რომ ეს 5% არ არის და ასე შემდეგ დააკლია 0.3. იცი, პრინციპულად ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს 0.3% რო აკლია. დაახლოებით 5% არის. მე ამაში საფრთხეს ვერ ხედავ. საფრთხეს სხვა რამეში ვხედავ. დიაგრამაზე ჩვენ თუ დავაკვირდებით კვარტლების მონაცემებს, მკვეთრად დაღმავალი ტრენდია, ანუ ტენდენცია. და შენ ძალიან კარგად იცი, რომ ერთ კონკრეტულ თვეში ან კონკრეტულ კვარტალში დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემაა კლების ტენდენცია და კლებას დღეს შესაბამისად, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა 2015 წლის განმავლობაში, ბუნებრივია ის მაჩვენებელი, ის ის დონე მიღწეული ვერ იქნება. ამას ახლა მეორე მდგენელიც აქვს, ხო? რა განსაზღვრავს ზოგადად ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით რამე გარღვევა ვერც 2014 წლის განმავლობაში ვერ მოახდინეთ და სავარაუდოდ ძალიან ბუნდოვანია ამ თვალსაზრისით 2015 წელიც, ძალიან ძნელია ივარაუდო ის, რომ ჩვენი სურვილები და მოლოდინები ერთმანეთს დაემთხვევა. ამ შემთხვევაში ეს უფრო სასურველის მოლოდინად გასაღებას გავს, ვიდრე რეალური რაციონალური ანალიზის შედეგად მიღებულ მაჩვენებელს. კი ბატონო, ბატონმა ლევანმა ისაუბრა, რომ თუნდაც ინვესტიციების თვალსაზრისით და ჩვენ შემთხვევით არ არის, რომ დღეს საფონდო ბაზარზე საუბრობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ საფონდო ბაზრის განვითარება და აქ მარტო, რა თქმა უნდა, არ მოიაზრება ფასიანი კაღადების ბირჟა და ეს ძალიან კომპლექსური, ესე ვთქვათ, საკითხია და ბატონ ირაკლი აღნიშნულთან დაკავშირებით თუნდაც საინვესტიციო რესურსის მოზიდვის თვალსაზრისით რაოდენ მნიშვნელოვანია საფონდო ბაზარი, მისი განვითარებისთვის რა უნდა გაკეთდეს უპირველეს ყოვლისა. რეალურად დოლარზე თუ ლარზე მოთხოვნა იქნება რის საფუძველზე რეალურ ეკონომიკაში ტრანზაქციების და ქმედებების შედეგად. თუ ეს მასა რეალურ ეკონომიკისა
მოცულობა არ გეზრდება, რა საკვირველია შესაძლოა 100,000 ლარიც კი ჭარბი აღმოჩნდეს გარკვეული დონის ეკონომიკისთვის და თუ ეს გეზრდება შესაძლოა 40 მილიარდი ლარიც კი არ იყოს საკმარისი. ანუ რა შემთხვევაში იქნებიან ესენი კავშირში ერთმანეთთან. რეალურად საფონდო ბაზარი რა არის? რეალურად ქონების გარკვეული მისი დამადასტურებელი უფლებებით შესაბამისი გარიგებების დადება, ფასიანი ქაღალდები იქნება თუ სხვადასხვა მიმართულებით. აი ამ მიმართულებით რომ მოგვახსენოთ ახლა თქვენი ესე ვთქვათ ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ჭრილში. ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხეთ ბატონო რამაზ. ანუ როგორც ვიცით, ფინანსური რესურსის ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს ვთქვათ, ეს არის პირველ რიგში საბანკო რესურსი, ანუ საბანკო კრედიტების აღება კომპანიების მიერ და მეორე ეს არის ეს ვთქვათ ფასიანი ქაღალდების ვთქვათ ორგანიზებული ბაზარი, ასე ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ამ ორ მთავარ ვთქვათ სფეროზე მე ვიტყოდი დგას ფინანსური რესურსების მოძიების წყაროები, ესე ვთქვათ, საფინანსო წყაროები. ანუ საქართველოში რატომ არის აუცილებელი, რატომ მოგცემს ჩვენ შედეგს და რა შედეგს მოგცემს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. მოგეხსენებათ ეს ვთქვათ ქვეყანაში საკუთრებით ურთიერთობები ძალიან ესე ვთქვათ მტკივნეულად არის წარმოდგენილი, ძალიან ცოტა ერთეულების პროცენტულად ცოტა ერთეულის ხელში არის საკუთრებით დიდი ნაწილი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა მოსახლეობისა არის მუშაობს ესე ვთქვათ დაქირავებულად, ანუ ისინი დაქირავებულები არიან, კაპიტალისტური ფორმები არ არის ესე ვთქვათ კარგად ჩამოყალიბებული, ცოტა არის საკუთრების მქონე, დანარჩენი უქონელი არიან ესე ვთქვათ საკუთრების გარეშე. ეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება პირველ რიგში მოაგვარებს საკუთრებითი ურთიერთობების ესე ვთქვათ მანკიერ მხარეებს, ანუ ნებისმიერ ადამიანს თუნდაც ის იქნება რომ ეს იყოს დაქირავებული სხვადასხვა კომპანიაში, შეუძლია თავისი კომპანიის აქციებს შეიძენს თუ სხვა კომპანიის აქციებს, ის გახდება მესაკუთრე ეს ერთი. მეორე მხრივ ფასიანი ქაღალდების შეძენით ფასიანი ქაღალდების ემიტენტი მოიზიდავს რესურსს, ეს ფულადი რესურსის ფორმირების საშუალებას მოგცემს და ამის შედეგად გააჩნდეს მაშინ რაც გაუჩნდება მას ფინანსური რესურსი, მას შეიძლება ინვესტიციების განხორციელება, ინვესტირების გზა უკვე ინვესტირება კი ხელშეუწყობს მის გაფართოებას და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და რაც თავარია ეს კონკურენციას გაუმჯობესებს ესე ვთქვათ საბანკო სისტემასა და ფასიანი ქაღალდების ესე ვთქვათ ბაზარს შორის, ანუ საბანკო ბაზარსა და ფასიანი ქაღალდების ბაზარს შორის. მოგეხსენებათ რომ კომერციული ბანკები ესე ვთქვათ საფინანსო შრომავლებს წარმოადგენენ, მოზიდული ანაბრების და დეპოზიტების წყარო ვთქვათ წყაროს მეშვეობით ისინი გასცემენ ესხებს უფრო მეტი პროცენტი, სწორედ ეს პროცენტების სხვაობა, საპროცენტო მარჟა არის მათი შემოსავალი და ის მაჩვენების თანხები რომ 200-300 მილიონი მოგება არის ვთქვათ მთლიანი კომერციული ბანკების საბანკო სისტემისა მთლიანად ქვეყანაში. ეს მეტნაკლებად ამასაც ის ვთქვათ გადაანაწილებს და ასეთი მაღალი საპროცენტო მარჟები ქვეყანაში აღარ იქნება, რომელიც ეკონომიკის შემაფერხებელია ზოგადად. კი ბატონო, ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ გავგრძელებით საფონდო ბაზრის საკითხებით, დაგველოდეთ. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, საუბრობთ არის კურსსა და საფონდო ბაზარზე. ბატონო ირაკლი, თქვენ ძალიან საინტერესო ანალიზი შეგაწყვეტიეთ. საუბრობთ რეალურად ფინანსური ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად თუ იქნება კონკურენცია საბანკო სექტორსა და საფონდო ბაზარს შორის, ეს წარმოქმნის სწორედ კონკურენტუნარიან ფინანსურ ბაზარს. და ამასთან დაკავშირებით ხოვთ რომ ისე თქვენი ანალიზი განაგრძოთ. გავაგრძელებ აუცილებლად. ანუ პირველ რიგში აუცილებელია ითქვას, ვისაუბრეთ მნიშვნელობაზე, ბუნებრივია და აუცილებელია ასევე აღვნიშნოთ თუ რა არის საჭირო იმისათვის რომ შეიქმნას ასე ვთქვათ ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, ზოგადად განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყანაში. რამდენიმე ესე ვთქვათ ეს საკითხები კომპლექსურია და ასე ვთქვათ მრავალწახნაგოვანი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირველი მე ვიტყოდი, ეს არის ქვეყანაში დანაზოგების არსებობა. ანუ ბუნებრივია თუ დანაზოგი არ აქვს მოსახლეობას, ის ვერ შეიძენს ფასიან ქაღალდს, ან თუ საბანკო კრედიტი შეიძინა ისე ფასიანი ქაღალდი, რაღაც ნონსენსი გამოვა, მოგეხსენებათ. ანუ აუცილებელი დანაზოგების დონე. ანუ ეს რას უკავშირდება? ზოგადად ქვეყანა ერი, ესე
ესე ვთქვათ, რამდენად მხარჯველია, არსებობს ბუნებრივია სხვადასხვა ასე ვთქვათ, ცხრილები, მონაცემები, სტატისტიკური მონაცემები, თუ რომელი ქვეყანა რამდენს ხარჯავს თავის შემოსავლიდან, საქართველოში შეიძლება ვთქვათ, სხვადასხვა ეროვნული ბანკის მონაცემია, რომ ერთ-ერთი მაღალი მხარჯველი ერია, თუმცა მიუხედავად ამისა, რადგან საინტერესო წარმო იყოს, მიგვაჩნდეს შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში განთავსებული ანაბრების საკმაოდ დიდი მოცულობა, ახლობთ 8 მილიარდ ლარის ფარგლებში, ეს ინახება ესე ვთქვათ, ქვეყნის მოსახლეობის დანაზოგებია, ადგილობრივი დანაზოგები, ინახება ბანკებშია განთავსებული. ანუ ამ რესურსის გარკვეული ნაწილი თავისუფლად შეიძლება წავიდეს ფასიანი ქაღალდების ბაზაში. ანუ მე თუ მაქვს დანაზოგი, პიროვნებას თუ აქვს დანაზოგი, მას შეუძლია წავიდეს ბანკში, დადოს ანაბარზე განათავსოს, ან შეიძინოს ფასიანი ქაღალდი, ბუნებრივია რომელიმე კომპანიის აქცია ან ობლიგაცია პორტფელიზე განახორციელოს, თუ შეიძინოს აქციას ის ბუნებრივია მესაკუთრე გახდება, რაც მის სტიმულს კიდევ უფრო გაზრდის, ასე ვთქვათ, შრომის სტიმულებს, ასევე ის იქნება, ასე ვთქვათ, მიიღებს შემოსავალს, იმიტომ რომ მოგებიდან, დივიდენდიდან, ასე ვთქვათ, მის შემოსავლის წყარო იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ჩადებული ეს აქციაში გადახდილი თანხა, ესე ვთქვათ, იმ კომპანიისთვისაც იქნება რესურსი, ფინანსური რესურსი, რომელსაც მის გამოიყენებს ინვესტირებაში და ეს ყველაფერი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურს დაშეუწყობს ხელს. ეს არის ძირითადი ასე ვთქვათ ფაქტორი დანაზოგების დონე, ასევე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემო, ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, იგივე საფონდო ბირჟის განვითარება, ეს არ უნდა მარეგულირებლის როლია დიდი, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ USAID-ის მხარდაჭერით იხვეწებოდა კანონმდებლობა, შეიქმნა ეს 90-იან წლების ბოლოს, მათი უშუალოდ ამერიკელების მითითება იყო, რომ ცალკე მარეგულირებელი ყოფილიყო, ამერიკაში ამას ასე ვთქვათ ეძახიან, რომელიც ასე ვთქვათ საკმაოდ მძლავრი ინსტიტუტია, საქართველოში ბუნებრივია ეს ამერიკელების უშუალო ძალისხმევით მიღწეული იქნა, რომ ცალკე მარეგულირებული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში თქვენ მოგეხსენებათ საკანონმდებლობით ეროვნული ბანკი დაუქვემდებარეს. ანუ ესეც ის ვთქვათ ერთი ვთქვათ მანკიერი მხარე ამ პროცესის და ძალიან ბევრი ფაქტორი შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც ბატონ ლევანის განაგრძობს ამ საკითხს საუბარს. ბატონ, დიდი მადლობა. საკუთრებულად საინტერესო იყო ანალიზი, მათ შორის ალბათ საფონდო ბაზრის ერთ-ერთი და მთავარი ფუნდამენტი ეს საკურველია, რასაც თქვენ ბრძანებთ, ამას ორი აზრი არსებობს. ძალიან დიდი ესე ვთქვათ როლი ეკისრება აღნიშნული პროცესის განხორციელებაში, ზოგადად საფონდო სფეროს განვითარებაში, რაც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეს მაღალ დონეზეა, საკმაოდ მაღალ დონეზე დგას, განვითარებულია, ყველა ურთიერთობა არის დარეგულირებული, მაგრამ ჩვენის თანაქვეყნისთვის, რომელიც წარმოადგენს პოსტსოციალისტური სივრცის ნაწილს, ესე ვთქვათ, ყოფილი, როდესაც ყველაფრის მესაკუთრე იყო სახელმწიფო. მაინც რა გადის ამ შემთხვევაში საფონდო აქტივებიდან? გადის ის, რაც არის საკუთრება. ანუ ამას აქტივებს უნდა ყავდეს მესაკუთრე. ანუ ორი ურთიერთკავშირი არის, თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ეს ზეგავლენას მოახდენოს თუნდაც საკუთრების დაცვასთან და მის, ესე ვთქვათ, მასთან არსებულ ოპერაციების მოწესრიგებას. და ამავდროულად მეორე უკავშირი აქვს, სწორედ საკუთრება თუ არ არის სათანადო დონეზე, ცოტა ძნელია საფონდო ბაზრის განვითარებაზე, ესე ვთქვათ, დიდი აქცენტის გაკეთება. იგივე მიწის თემა, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ აქტუალურია და თითქოს მიწის საკუთრების პრობლემა საქართველოში წესით არ არსებობს, ან დეკლარირებულ დონეზე თითქოს ეს არ არის, მაგრამ რეალურად მიწა ბიზნეს პროცესების მონაწილე, როგორც საკუთრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რეალურად საქართველოში არ არის, მიწა არ არის ყიდვა-გაყიდვის ობიექტი და შესაბამისად მიწა როგორც კაპიტალის მოზიდვის სტიმული რეალურად ვერ ხდება. ასეა იგივეა საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით, ის აქტივები, რომლებიც რეალურად თითქოს კაპიტალის ფორმირებას ვერ ახდენენ. ანუ საწარმოს აქვს აქტივები, მაგრამ ამ აქტივებით მანიპულირების, კარგი გაგებით მანიპულირების საშუალება საფონდო ბირჟის, საფონდო ბაზრის არარსებობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია და დღეს არის, ვიცით, ცუდი გაგებით არ მინდა ვთქვა, მაგრამ რაღაც კაპიტალის მონოპოლიზირებული ბაზარი. ანუ შენ თუ გსურს მიიღო კაპიტალი, მოიძიო დამატებითი კაპიტალი, იძულებული ხარ მიხვიდე ბანკში. რეალურად სხვა ალტერნატივა
მსგავსად როგორც დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში, შესაბამისად არ არსებობს. შესაბამისად, კაპიტალზე წვდომის შეზღუდულობა ზოგადად განვითარების შეზღუდულობას განაპირობებს. ანუ შენ გინდა თუ არ გინდა იძულებული ხარ ახვე იმ თამაშის წესებს, რასაც საბანკო ინდუსტრია აწესებს და ამ ჩაკეტილ წრეში რაღაც მძევალი ხარ მოცემულობის. აქედან გამომდინარე, თავად აი ძალიან ხშირად არის ხოლმე საზოგადოებაში კითხვა, როდის გაიაფდება საკრედიტო რესურსი. საკრედიტო რესურსის გაიაფება და ზოგადად რაიმე პროდუქტის რესურსის გაიაფება დამოკიდებულია მოთხოვნა მიწოდებაზე. ქვეყანაში თუ არ გაჩნდა დამატებითი მიწოდება საკრედიტო რესურსისა, თუ არ გაჩნდა ალტერნატივა და კონკურენცია საბანკო და სხვა საკრედიტო რესურსებს შორის, მანამდე ძალიან ძნელი იქნება ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეიძლება გაიაფრდეს საკრედიტო რესურსი. და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ თითქოს ეს ყველაფერი ვიცით. ანუ ნებელობა განაპირობებს იმ შემდეგ ნაბიჯებს, რაც შეიძლება გახდეს აი ამ პროცესების აძურის, ამ პროცესების განვითარების სტიმულირების წინაპირობა და რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ უფრო მეტად ჯანსაღი ბიზნეს გარემო ყალიბდება, უფრო მეტად პროგრესზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო ყალიბდება ქვეყანაში და კერძო საკუთრების კერძო აქტივების გაყიდვის ეფექტური ინსტრუმენტების ამოქმედება საბოლოო ჯამში განაპირობებს თავად ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს პროცესის დაწყებას და საბოლოო ჯამში ბუნებრივია ეს დაკავშირებულია ლართან, ეს დაკავშირებულია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზაციასთან. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. სამწუხაროდ ჩვენი ეთერის დრო ამოიწურა. სტუმრად ჩვენს ეთერში იყვნენ ბატონი ლევან კალანდაძე, ბატონი ირაკლი დოღონაძე, მე გახდით რამაზ გერლიანი, გადაცემის წამყვანი. სპენდოს მშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.